მოგესალმებით მეგობრებო პოდკასტში ერთი ლამაზი და ორი აუტანელი ადამიანი ჩვენი გამარჯვებული ოზიენკო წარდგენილია დღეს თქვენ წინაშე 5 მოგებით 6 თამაშიდან და ის ერთით ძალით წააგო ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ რომ მუღამი ქონოდა თამაშს როგორ გზნობთ თამაშს გამარჯვებულის ამპლუაში აი როგორ გითხრა იმდენად კარგად აუღნიშნე რომ არ მახსოვს არაფერი გუშინ წინდელი საღამოდან ესე რომ თქვა როდესაც ვიდეო დაიდო მაგ საღამოს მე 2 ნახევარი არ მახსოვს სათვალე რომ მოიხსნა არა ეგ არ შეიძლება იმიტომ რომ იმდენად სულად ვიყავი და ისეთი ალერგია ავირტყი მე რომ ჯობია რომ არ ნახოთ ეგ და ხო ხალხო იგივე არ გაიმეოროთ არ დალიოთ 11 ბარში 10 ბარში 11 სასმელი ერთ ღამეში ძალიან ცუდია თან ყველა განსხვავებული მარტო მიდით ლუფერს ბარში. ანუ მე რა განცდაც სამჩარი რომ შენ ძალიან გაგიხარ და მოგება. სადღაც შუაში გავიგე რომ მოვიგე და მაგის მერე უფრო ესეთი რა ქვია ჟინით წავედით და აბა სასმელი შემაჩერებს არა ის და მაგ ვიდეოს ნახავთ როგორ დღეშიც ვიყავი ბოლოს იმიტომ რომ TikTok-ზე დავდებ ალბათ მაგის იმას იმიტომ რომ თელღამეს ვიღებდი და ერთხელ ეგეთი რაღაცა რომ აქ გადაღებული არტურასთან ერთად გახსოვს ხო დაბადების დღეზე რო გადავიღეთ. რამდენი ადამიანიც მომილოცავდა დაბადების დღეს იმდენჯერ ვსვავდი. არ მახსოვს ეგ. მე არ მახსოვს ჩვენი პოდკასტის სასმლის რეკლამის პოდკასტად როდის გადაიქცა. სასმლის არა, ეს არის ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო კამპანია, რომელშიც ანახებ რამდენად ცუდია რომ სვავ ბევრს. დაუბრუნდეთ ჩვენ თემატიკას. ჩემი რესპონდენტი ხარ ეხლა რა. всё. ელოდით თუ არა გამარჯვებას. იცი როგორ რაღაცა იყო, ბოლო თამაშიდან. ბოლო თამაშიდან. ანუ მართლა ველოდებოდი იმას, რომ ან ლაშა მოიგებ და ან თანაბრად ვიქნებოდით, იმიტომ რომ მეგონა რომ ჯითუჯი კეთილია და გეგონათ რომ თანაბრად გადაგიხდით და არა. არა, უბრალოდ იმიტომ რომ ლაშამ ძალიან კარგი თამაში ითამაშა და მე არ დამცალდა თამაშის ბოლომდე მიყვანა ესე რო ვთქვა რა. როგორ იგრძნობდი თავს, რომ 5 გამარჯვების შემდეგ შენთვის მოეგო ქულებში ადამიანს, რომელმაც შენზე ორჯერ ნაკლები თამაში მოიგო? მან იქნებოდა ალბათ როგორი ეს იცი? ორით ნაკლები. სამ მოგება ქონდა, იმას 5 მქონდა მე ხო. ცოტა ისე ვიქნებოდი რა ქვია რა. უხერხულად ვიქნებოდი ხო, იმიტომ რომ რა. ცოტა გვაგინებდი, ცოტა უხერხული, ცოტა კიდე ერთხელ წახვიდოდი მოპიდან. ხო. მე ხო ის მაშინ ეგ რო ვთქვი რაღაც გეგმები გაიწევა და მაგიტო ესე დავჩი ანუ ეხლა მეორე წასვლა დაგიფინანსებ და ეგრე გამოვიდა რომ აი ეს პული შენ და იქნებ ვაფშე აღივიდე და აღარც მოყვიდე ხო რამოდენიმე კომენტარი იყო ეგეთიც და მადლობა ბიჭებო თუ გოგოებო ვინც არ უნდა იყოთ როცა მეცლება და მექნება მაგის შესაძლებლობა აქ ვიქნები აუცილებლად მაგრამ ხო თუ უბრალოდ არ ვიქნები საქართველოში ფიზიკურად რავი ვერ მიზავ მაგას. აუ იცი რა შევამჩნიე? შენი ფანები ძირითადად არიან ქალბატონები. ფანები. არა, აი ძალიან ბევრი გოგო წერს ხოლმე რომ Justice for Ozzy და ანუ შენიც ცოტა ზედმეტად ქარიზმატული ხასიათი გაქვს, ზედმეტად ემოციური და ხმაურიანი ხარ და ზოგს აპრაზებს ხოლმე იქ, მაგრამ ანუ რაც უფრო controversial ხარ, იმდენად უფრო პოლარიზებულია სიყვარულიც და ზიზღიც რა, ეგრე არის. მაგრამ და კარგად დასამახსოვრებელი პერსონაჟი ხარ შენი ხასიათის გამო. მაგრამ ქალბატონები უფრო რაღაცა გიმუღამებენ და ევასება შენი თამაშის სტილი. პირადში რა ხდება? სოლი როდის მოხდა? არ ქორწიში როდის უნდა დავადები? ჩაჯირობანის მერე ქორწილი გინდა პირდაპირ? ანუ როგორც მოხდა შენ YouTube-ზეც დაბრუნდი? YouTube-ზეც დავბრუნდი, ალბათ ნახავდი. ტოქსიკური ყოფილი ვითხარ იმენა მაფიაშიც და YouTube-ზეც. მიდიხარ, მოდიხარ. აი, რა წამს უნდა დაგივიწყოთ და უნდა გადავხარშოთ ემოციები? მოდიხარ ისევ, მე ისევ იმედს მოგცემ და მე ისევ მიდიხარ. გადაობა რა იყო, იცი? ამ ოსტარში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ოზი. ხო და ბოლო დღეს დამი. ჩვენ ვიცოდით რომ არ უნდოდა რა. ხო. იმ კომენტარების მერე აუ მაგას არ გაუსწორდება თუ წააგო მერე საშინელებები მოხდება და არა მაგიტო არა უბრალოდ წასული იყო და მე არც გვეგონა რომ მოვიდოდა მაგრამ მოხვედი და აიღე თან ეგ იყო ძალიან მაგარი რომ წორმით მოხვედი წინა დღეს ეს თალაშა მირეკავენ და მეუნებიან როგორ რაღაცას რომ აი ხვალ ჩაწერა გვაქვს და თუ მოხვალ 3 საათეო რა და უცებ ესეთი მომენტი მაქვს რომ რა ჩაწერა არის All Star-იო All Star-იო და ესაო რა ქვია კაკო გამოგვაკლდაო და გჭირდება replacement-იო რა უცებო რაღაცაო და ეგრევე ვიფიქრეთ რომ შენ მაგრამ თან არ ვიცითო ითამაშებ თუ არა იმიტომ რომ მე ხო დაგიგირიკე რა ჯი თუჯი და რა ლაშა ანუ მოიცე შენ რომ დამირეკე უკვე ნაბაზრი იყო ამათ
მაშინ რაღაც დამარეკინე შენც კიდე მაგარი ხარ. ტვინი. მოიცა. ჯერ ლაშამი რეკავს, ქცალიაო და მეთქი რა იყო. აი რაღაც საჩქარო საქმე არის, უცებო ეხა ჩაგაგდეფო ჩატშიო ჯითუსთან და დაგიერეკავა რა. რაუნდო და ლაშას. აი ლაშას რაუნდო აი შენ. და უცებ, короче, მეთქი კაი თქო რაღაც საქმეზე ვარ. აუ, ლაშას რო არ მოეწერა, ეხა ჩაიჯიბებ და აბა. და ეხა 2000 და კარგა შენ და. ეგ სამაგიერო იყო ლაშასგან, იცი რატო? იმიტომ რომ ოდესღაც შენც რო იყავი გახსოვს, მრისხანე რო არო გავაკეთე ტურნირი. აი მაშინ ხო მოვიდა ესე და წაიღო ეს რა ქვია მაშინდელი საქმე. პირველზე გავიდა? მაშინ ხო პირველზე გავიდა. Counter-ის ტურნირში. ხო, Counter-ის ტურნირზე. რა იყო? ხო, ლაშა იყო. ხო, ოკეი, მე. ხო და მისა რა ქვია, ეხლა აბაროტია იყო რა მაგისი რო ანუ ლაშა არის ტანჯული მოთამაშე. წინა All-Star-ში ვერცერთ საპრიზოზე ვერ გავიდა. ამ All-Star-ში მეორეზე ხო, მეორეზე გავიდა და იქნებ შემდეგ All-Star-ში ისწავლოს თამაში ლაშა გელაშვილმა და პირველზეც გავიდეს. წინაზე ხო 4 ადგილზე ქონდა საპრიზო და თქვენ გაგვახსენეთ, ჩემი აზრით დღემდე ყველა საინტერესებს წინა All-Star-ის შემდეგ რა იყო ის პრიზი, ტატოს გადმოცემული პრიზი, რაც მეოთხე ადგილზე ეკუთვნოდა, რაც თქვენ მოიგეთ. ვიცი რა. ტატოს თქვენ ხო მეოთხე ადგილზე გაბრწონეთ წინა All-Star-ში საპრიზოზე და ეს ისეთი პრიზი იყო, რაც დღემდე არავინ არ იცის რა პრიზი. რა პრიზი რა მოიგე რა. აუ, გაიში ჩემო ხოჯაგერი. არა, ტატო რო გადავაუდა ჩემი მეოთხე. არა, ტოზი მოიგო. მე ეგ საპრიზოს კი მაგრამ ტატოსგან ხო ეგ არ მახსოვს. ტატოსგან გადმოგეცათ. კი, გადმოცემული არ და აი ესე ტატოს აღარ აგიქ. შეფუთული არის დებს. ხო. ტატო უპრიზოდ დარჩა, კი ბატონო. რატომ მე არ მახსოვდა ეგ. რა არ გახსოვდა, ყველა კომენტარი იწერებოდა ხოლმე მაგაზე რომ აი აჟიოტაჟია ხალხი ელოდება. ხალხი ელოდება გაყოთვას. ტატოს საჩუქრის unboxing. ტატოს ეხა ტატო შემოვა. რო კითხვა ტატოს. შენ იცი რა უნდა კითხო? შენი აზრით ვინ დააკლდა? ან ვინ დაემატებოდა? აქვე გეტყვი რა, ანუ ჩვენ გამიხილავთ რომ კომენტატორი ყოლოდა მაფიას რა ხო. ჩემი იდეა იყო. ტატოროზის რა და როღამდება და რაღაც აქ ეპიკობები ხდება და აი მე ღმერთო ჩემო რაღაცებს მიძახს რა. ჩემი იდეა იყო, ერთი წუთი, ჩემი იდეა იყო, რომ მინდოდა რომ ღამე კომენტატორი ყოლოდა, ოღონდ ძალიან ისეთ პონჩი, გადაობა პონჩი რა, ძალიან თან რო არ იცის, თან რო იცის და თან რო აკრიტიკებს რა, რომ აი კალა და მახარა რო გაიხსნენ ეხა ერთმანეთის წინაღამე. ჩემი აზრით ძალიან გადაობა იქნებოდა ტატოს რეაქციები რა და თან სპორტული იქნებოდა, იმიტომ რომ კომენტატორები ყავს ხოლმე ფეხბურთს, თან საღადაო და თან საინტერესო, იმიტომ რომ ჩემი აზრით დღემდე ისეთი მაყურებელი შეიძლება ყავდეს მაფიას, ვინც ვერ იგებს ვინ რას რატო აკეთებს. ეხა მე რატო არ მოვყალი გიგი, როცა უკვე იცი ხო რომ კლელი გიზის იქ მე ხო ხა შოგუნა რაღაცა ჩემი ისინი მაქვს რა ფიქრები ჩემი გეგმები და მათემატიკურად თulis ხო რაღაცებს თვლი და ვიღაცას აჩვენება რომ ეს რატო არ კლავს ხო იცის რომ უნდა მოკლას და ამას რომ ვიღაცები ხსნიან თან თამაშის დროს ჩემი ძალიან მაგარი იქნებოდა რა თან უფრო სახალისო და საინტერესო ხო და ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით ტატოს კომენტატორი მაგრამ სად ვერ ჩავაყრეთ რომ ერთად მე ძალიან მომეწონებოდა ალბათ ტატო და მავანი რო ყოფილიყვნენ ერთად კომენტატორები მავანის ეს ანუ მავანის აქ ძალიან კაი მკბენარე იუმორი. ეგეთი რაღაცები ასწავლებს ხო? ისეთ რაღაცებს ეკბენს ადამიანს, რაც თვითონ იცის და ტატო უფრო გაცნობიერებულია. მაგრამ მამეთ არა, მავანიმ უფრო იცის თამაში, მე მგონი უკვე. კი, იმიტომ რომ მავანი ის არის. ბოლოთაც გაასწორებდა ესე კომენტატორად. არა. მაგრამ იმდენ სილაპარაკებდა. ბოლოთა უბრალოდ სად უნდა ჩაგვეს, აი ისეთი ენერგია აქვს ბოლოთას, რომ ეგ კომენტატორად და არ გაჩვენებოდა საერთოდ. ხო, ისე სხვა შორის ეგ მართალი არის. ბოლოთა ძალიან ბევრს საუბრობს და ერთ წუთში შეუულია 10 წუთის ისაუბროს ზოგადად. აი მაგიტომაც იქნება საინტერესო ბოლოთას ყველა კომენტატორი. ბოლოთა შემდეგში მოთამაშე უფრო საინტერესო. ხო და კაკრას მაღაზია მომდრო რომ All-Star-ში ალბათ ბოლოთა გამესწორდებოდა რომ ყოფილიყო. იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი საკმაოდ თამაშები დააგროვა უკვე. ეხლა უკვე კი, როგორც ვიცი ძალიან აქტიურად ჩაერთო მაფიაში და მაფიაში დადის ხოლმე რომელიც არის ჯითუს მაფიისა და გართობის და ბილიარდების კომპიუტერული ოთახის ისეები აქვს, სადაც შეგიძლიათ თამაშოთ. Counter-ი, Valorant-ი, Dota, League of Legends-ი არის თამაშოთ, მიუხედავად იმის რომ ალბათ გიყვართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ოთახი არის აქ. აი თქვენს უკან არის ეგ ოთახი ეხლა რა ჩვენ სადაც სხედავთ აქიდან. გვერდით რო გახვალთ იქითკენ დაგხვდებათ საბილიარდო და იმის იქით დაგხვდებათ PlayStation-ები.
აუ მაგარი ადგილია სიმულატორი, კი, მაგრამ სანამ ჯითმოვა დედაშვილს ვარ ხო მე არ მიყვარს ეს ხმაურიანი ადგილები და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან ლამაზი განათებებია და ძალიან chill გარემოა რა აი გოგოები თუ ფიქრობთ ხოლმე აქ მოსვლას მე უეჭველი მოვიდოდი რა ისეთი ადგილია ხო ანუ ეს ადგილი მევასება ფულრუმი მაგრამ მევასება წყნარომე გდაში არის ფულრუმ მაფია რა ჩვენი მოაწრე სხვათა შორის ფულრუმი იყო პირველი ადგილი სადაც პირველად ვითამაშე ბილიარდი პირველად კი არა დავჯარშნე და ისე ვითამაშე სუსტუმროებში ვითამაშობდი ხოლმე და ფულრუმი იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი ადგილი სადაც ბევრი იუთუბერი შეხვდა კი და ძალიან კარგად მახსოვს პირველად რატის გადაღებაზე ნოტარა რომ გავიცანი და მაშინ რომ მაქინანე რომ დავიწყეთ და მე შენს ხო მაქინა დაიწყო იმ თემას დაუბრუნდეთ ვის დაამატებდი მოკლედ ჩვენ სანამ გასული იყავი ლაპარაკობდით ვინ გვაკლია მაფიაში რა ამან თქვა ბოლოთა გაასწორებდა მე მაგრად გამესწორდებოდა საბა საპარაძე ჩემი აზრით საბა საპარაძე არის ერთ-ერთი ყველაზე აიკონიკ მოთამაშე კი მაგრამ მე რო ვიღვიძებ ხოლმე და უცებ ჩემს იმას ხედავ ხოლმე კლონს გვერდით ანუ თან რა არის არ ვიცი მაგრამ მე და საბა ყოველთვის ხედავთ ხოლმე გვერდით ანუ რამდენჯერ იყო რომ აი სუხო რენდომზე ვიღებთ ხოლმე იმას და გავიხედავ და ჩემ გვერდზე ზის ანუ გამოვიხედავ ჩემ გვერდზე ზის ვერ ანუ არ ვცილდებით მე და საბა და მესამეც გვინდა საბა თამაშობს რატო გაშტერდი არა ვფიქრობ ვინ იქნებოდა კარგი მაფია აუ ჩემი აზრით ანუ ეხლა რა როგორც მე ხო მაყურებელი ვარ და ძალიან მევასება რომ მართლა იყვნენ ძალიან ბევრი დამშობდნენ რა იმიტომ რომ გინდა რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა მაგრამ მე ეხლა როგორც მოხდა რა ჩვენ ჰიტას გვინდა და აქ მოსულიყო რა არიცალა უბრალოდ ეხლა როგორც მოხდა რომ ისეთმა ემოციურმა ადამიანებმა მიიღეს როლები ჰიტამ და მახარამ ისეთი ამბავი დადგეს ბოლო ეპიზოდში რაც ძალიან აიკონიკი იყო ანუ შავი რო კი ვიყავი, მაგრამ ეგეთი შავიც არ ვიყავი. შავად რო გამხსნოდი, ალბათ უბრალოდ გავიდოდი ოთახიდან, დავნებდებოდი პირდაპირ რა. აი, კადრში არ ჩანდა, მაგრამ აი, ხო, მართლა კადრში არ ჩანდა, იქ რა ამბავი იყო. აი, პირველი მომენტი რო კალა რო ამბობს, რომ რვიანი გადავამოწმა შავათო და ჰიტას ესე გავხედე რა და მეკი რა ქენი თქვა, შენ გაგიხსნა? მეკი, ხო, ეს რა ქვია, შავი ხარ მეთქი და შავი ხარ მეთქი. და ესე იყო ყველაზე დაუმეთქი იმას რა შარში გაყო იმას თავი თქო და უკვე ვიცი რომ ის შავი არის ეს ექიმია და მახარ აქია რომ იქნება ნაღ დეტექტივი ეს არის არა ისე ეთყობოდა აი წინა თამაში მე მგონი წინა თამაში ჩავი ვიყავი თუ არა პატიოსანი ვიყავი წინა თამაში და სულ ბოდიშები კი უხადე მაგრამ აი ზუსტად ვიცოდი რომ არ იყო რა დეტექტივი ანუ ხო ზუსტად ვიცოდი რომ დეტექტივი არ იყო ეხლა ისეთ ემოციებში იყო מחარა თან მე უკალასო არასდროს არ გავეხსნე ისეთები აი არარსებული იყო რა და თან კი გინდა რომ ისეთი ტიპები მოვიდნენ ვინც ძალიან ემოციურები და აიკონიკები არიან და საყვარლები და ასე შემდეგ მაგრამ თამაშის ფლოუს ხანდახან აფერხებს ხოლმე შავებისთვის ეგეთი ამბავი მაგიტო არ შეიძლება სპორტულ თამაში ზედმეტი ემოციები აი ცხოვრებაში მე არასდროს გაგეხსნებოდი მაგაზე ისევე გაგდება არის ბიჭო ანუ უბრალოდ ორი ზუსტად ერთნაირი ემოციები უნდა გქონდეს შავზეც და პატიოსანზეც მე შავზეც ყვირი პატიოსანზეც ყვირი ხოლმე ოღონდ ძალით ყვირი ანუ მართლა ყვირილი კი არ მინდება ანუ სტრატეგიის ნაწილია რა სტრატეგიის ერთადერთხელ ვარ მართლა გულწრფელად გაბრაზებული ალბათ და მართლა აი მართლა გულწრფელად მიყვირია თორე დანარჩენი ანუ ხმას რო უწევ ანუ ძალით ვუწევ ეგ არის სტრატეგიის ნაწილი მე რაღაც მომენტში უბრალოდ მაგალითად ფორს წერთ და ვაგდებ ხო მე რაღაც მომენტში უბრალოდ აი ბოლოს წინა თამაშზე მქონდა იცი რა ერორი რომ ანუ გაიხსნა ერთი ექიმი, გაიხსნა მეორე ექიმი, გაიხსნა დეტექტივი, მეორე დეტექტივი და გადამოწმებული შავი ყავს მაგიდანს და არავინ არ ლაპარაკობს რომ გადამოწმებული შავი გაუშვათ და მან გადამეკეტა რომ მეთქი აი מחარა რომ არა სწორია თან ყველა מחარა გადააგდო თავის მოგუნდელებმაც გადააგდეს מחარა რა და ანუ შენ სწორი გააკეთე გამო მაგითო არ მჯეროდა აღარავის არაფერი არა სწორი გააკეთე უბრალოდ აი ხო რა წარმოიდგინე მე რა მთელი შავების გუნდი მგონია რომ კაროჩე מחარას წინააღმდეგ არის აიყოლი ეს ისინი პატიოსნების გამოუშტერდი მეთქი რა ხდება თუ კოპალოზე ჩემი מחარა ხო და რომელი უფრო რეალურია რომ თლიანი პატიოსნების ქალაქი აიყოლიო თუ ის მართლა შავია ბიჭო ანუ ძალიან რთული არის რომ ისინი რა ქვია შავებმა შენმა შავებმა გადაგაგდონ ეგრე არის ანტილოგიკა რა და შენ ანტილოგიკით პატიოსანი იყავი რა ხო ეგიც არის აუ ანტილოგიკით პატიოსნები ბევრჯერ მგონებია ვიღაცეები მაგრამ არ გამიყვანია და შავები ყოფილან და ყველაზე არასწორია ადამიანი რომელიც ცუდ იმებს აკეთებს ცუცვლებს აკეთებს პატიოსნად
უნდა გაიყვანოს სულ პატიოსანი იყოს, იმიტომ რომ ეგ რო შავი იყოს, ორმაგად საჯმელი გიქნება. ერთი რაღაცა იყო მანდ რა. ოდნავად რო გვეთამაშა ბალანსი, თუნდაც ერთი შავი მაინც რომ მოგეხსნა, რომელიც მახარას გუნდიდან იყო გადამოწმებული რა, მანდ მე აბსოლუტურად დაწყნარებული ვიქნებოდი და არ მექნებოდა ეს ის არა. ხო, მაგრამ შენ ბოლოს თვლიდი რომ ანუ აღარ გამოდის. ბიჭო, ეგიც მეც ერთს. მანდ რო თვლიდი არ გამოდიოდა, ოღონდ რა დროს რომ მოვკვდი, მანდ ფიზიკურად აღარ გამოდიოდა. სანამ მოვკვდებოდი, იქამდე აღარ გამოდიოდა. სანამ მოვკვდებოდი, მანდ მქონდა იმისი თეორია, რომ ქორო და ლაშა სხვადასხვა გუნდიდან იყვნენ შავები დარჩენილი, იმიტომ რომ ორი ქილი ხდება და ორი გადამოწმებული შავი იყო მახარას გუნდიდან დარჩენილი ზუსტად. კაი, კარგი. და ეგ იყო, რაზეც ვჭედავდი. გავატა ეს პოდკასტი, ეს არ არის თამაშგახი ვარ. მოკლედ. ხო. ახალი წელი მოდის. ხო. საჩუქრების ფული გაქვს? საჩუქრების რა საპირებ ახალ წელს? ახალ წლისთვის საჩუქრები უკვე გამზადებული არის. დღესაც ხო ისე ვქვია, ლაშას აქვს. შენ იყიდე საჩუქრები? რაღაც საჩუქრები მე ვიყიდე. მოკლედ ესე ვიტყვი რომ ვეხმარებით ანუ ჩემი ბარის სახელით და პლუს მაგას ამატებული ლაშა და ლაშას გუნდის სახელით ორ სრულიად სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ლაშას სახელით ვეხმარებით ახლა ამ მომენტში მოხუცა თავშესაფარს სადაც რაღაც რა შენ მოიცადე მოხუცი შენ არ ხარ ეგეთი მოხუციც გიორგი ხო და ძალიან საყვარელი წერილები იყო რაღაც და ასე შემდეგ და რა ერქვა მაგ მოხუცი თავშესაფარს სპოილერებ არა და ნახავთ ყველაფერს ვიდეოში ხო რა სად როგორ და რანაირად იყო და მე მგონი მეც მომწერეს მაგაცმა და ხო მე მგონი ხო და ისა მეორე კიდე რასაც ვაკეთებთ ვეხმარებით შშმ ბავშვებს ჩემი ბარის მეგობრობის სახელით და მაგათანაც ვაგზავნით რაღაც ანუ კაი დროს წამოგეწია ორივეს კი აი პლუს რაღაცა YouTube-ის სახელით რაღაც საქველმოქმედო ნეტა კოპალავის ეხმარება ეს მაინტერესებს ვისი სახელით კოპალა დაეხმარა უკვე ხო და ნელ-ნელა ეს რა ქვია რაღაც იდეა მქონდა გაიხსნის განმავლობაში მაგრამ ახალ წლამდე ვერ მოესწრო რომ განხორციელებული იყო რომ YouTube-ის სახელით მინდა და საქველმოქმედო ფონდის ეს რა ქვია გახსნა და რაღაც აქტივობებს გაკეთება. ეგ ძალიან მაგარია. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმისი პლატფორმა რომ შევუქმნათ ადამიანებს ისეთი გარემო სადაც უკეთესად შეუძლიათ იბრძონ თავი. და სხვადასხვა რაღაც სურვილების ასრულება სხვადასხვა ბავშვებისთვის ტერმინალურად დაავადებული ბავშვებისთვის ბავშვებისთვის რომლებსაც არ აქვთ მაგალითად იმის საშუალება რომ ისწავლონ ანუ ნიჭიერი ბავშვებისთვის რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება რომ ისწავლონ ისეთი პროფესიები რომელიც ცოტა უფრო ძვირიანია და ამისი ესე რომ ვთქვათ ნიჭი აქვთ და ანუ ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე ბავშვებისთვის მინდა რომ რაღაც შევქმნა რა გავაკეთო ისეთი რაღაცა რაც მე მაგალითად ძალიან გამისწორდებოდა რომ ჩემ სასაკში ანუ მაშინ რომ პატარა ვიყავი ვიღაცას გაეკეთებინა ჩემთვის რა რაღაცა ეგეთი ის მინდა რომ ჩამოვაყალიბო ექსტრაორდინალური იყავი ბავშვობაში და უზომოდ ნიჭიერი რის თქმა გინდათ ანუ მე იმას ვამბობ რომ ანუ განსაკუთრებული პროდიჯი იყავით ანუ იმას ვამბობ რომ ძალიან 90-იანებში ძალიან ბევრი ძალიან კაი ტალანტი დაიკარგა და არ მინდა რომ შენც ახლა მე მგონი ალკოჰოლს გადაყვები ვატყო არა დაიკარგები მეტი არასდროს ხო და ის მინდა რომ ანუ 2020-იან წლებში ეგ არ ხდებოდეს რა იმიტომ რომ განვითარდით ამდენი ხანია და ერთ და იგივე თუ არის ტალანტი შენი აზრით ბიჭო შესაძლებელია კი შესაძლებელი არის იმიტომ რომ ზოგიერთი საერთოდ არ არის სოციალური ქსელის ადამიანი ზოგიერთი შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც არის ძალიან ნიჭიერი ხო ძალიან პატარა პროცენტია ლაპარაკი ბიჭო ხო და ზუსტად აი მაგ პატარა პროცენტი არის სადაც გენია იბადება ხოლმე და სადაც გენია არ დაკარგება 1000-თან არის შედარება 90-იანებსა და ეხლა 1000 ბიჭო მაინც არა 90-იანებს და ეხლა ეხლანდელი ბაზარი არის რა რომ ანუ იმდენად ანუ როგორ თქვა გადაზედმეტებულად არის ყველაფერი ყველანაირი რაღაც რომ რთული არის რომ იპოვო ის ერთი რაღაც მარგალიტი რა ამ ყველაფერში იმდენ სიმინძურეში არის ჩაკარგული რის პონას ცდილობ მე ვფიქრობ რას ანუ შეიძლება იყვნენ ბავშვები რომლებიც არიან რაღაც სოფელში სადაც არ არის კარგი მაგალითად საფეხბურთო გუნდი სადაც შეიძლება რომ ივარჯიშონ და რთული არის ეგეთ ტალანტის ამოწევა შეიძლება იყოს ვიღაცა რომელიც არის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და მას სჭირდებოდეს რაღაცა განვითარებისთვის რაღაცეები ანუ შენ მოგცეთ ხმა ესე მე მე მგონი გეჩს იყო ისე ეს ასეთი რაღაცა YouTube-ის კომუნიკაცია შევქმნო რაღაც პარტია YouTube-ის პარტია და პოლიტიკა და ასე შემდეგ ნამდვილად არ მინდა მაგრამ მინდა რომ სოციალურად ვიყოთ აქტიურები და ის პასუხისმგებლობა რაც ჩვენ გვაკისრია ხალხის მიმართ რაღაცნაირად გამოვიყენოთ რომ პასუხისმგებლობა არის გინდა არ გინდა როდესაც შენ ხალხის გამო ხარ ცნობადი რაღაცა მგონია რომ უკან და დააბრუნო
და ეგ არის ზუსტად ეს არა, ეგრეც არ უნდა იყო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვინ როგორ აბრუნებს რა, იმიტომ რომ ხა ყველაფერს კონტენტად არ აქცევ, ვერ აქცევ და არც არის საჭირო. მაგრამ თან მე იმასაც ვემხრობი რომ სიკეთე უნდა გავაზიაროთ, მაგრამ მე რაღაცა ბავშვობაში იყო ხოლმე სტიგმა რომ აი თითქოს სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და რაღაც ეგ ჩამჩა ტვინში დღემდე რა. ამიტომ კაი იქნება ეს საჯაროდაც თუ გავაკეთებ სიკეთეს, ჩვენ პონჩიც თუ გავაკეთებთ, ეგეც ძალიან კაი იქნება. ძალიან მიხარია ხოლმე. ზოგადად მეც ეგეთი ტიპი ვარ, რომ არ მიყვარს ხოლმე რაღაც გასაჯაროება ესე. მაგრამ ანუ პატოს ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე ძალიან ინსპირაციული არის ხოლმე, როდესაც ეხმარება ამოჯახებს. და ანუ მინდა რომ რაღაცა გავაკეთო. მოიერთე რა. ხო, შესაძლებელი არის ყოველთვის ყველაფერი. ან მაგის შორტ კომუნა რომ ერთად შეგვიძლია რაღაცა უფრო დიდი და კარგი ვაკეთო. და შენ როგორც პირადად ოზი რას აპირებ ახალ წელს? მე პირადად ახალ წელს ვაპირებ ჯერ სახლში და მე ჩემთან ბარში. ბარზე მოგვიყევი რაღაცა. აუ ბიჭო, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი ეხლა. სახელი თქვი რა ქვია შენ ბარს? Loopers bar. ამოვანათებ. ლუპერი არის ადამიანი, რომელიც არის რაღაცა ლუპში რა მოხვედრილი და ერთი და იგივეს აკეთებს რა და ზუსტად ეგ იყო რომ მინდოდა რომ ხალხი შემოჩეულიყო ადგილს, სადაც ყოველთვის შეეძლებოდა თეპოვად თავისი საყვარელი. ამაშიც რომ overthinker-ია ამოღამე, აი სახელის არჩევაშიც კი. ანუ სადაც შეეძლებოდა მოსულიყო, დახვედროდა ის გარემო, რომელიც უსწორდებოდა და ყოველთვის მოსულიყო და ის გარემო დახვედროდა. ოზისთან ერთად და ცოტნე გოჩოლეიშვილთან ერთად რაღაც საღა. აი ცხოვრებაში რო ბარში არ ყოფილვარ, რატომღაც იმ დღეს ამად გავყევი. ესე იგი ბარიდან ბარში ხო. ოღონდ მე არ სვამდი, ისინი სვამდნენ წიწაკიან არყებს და აი 1000 სიგიჯეს სვამდნენ რა. მე უბრალოდ ეს ხიზლად მიყვევი რა, აი დილის 9-ად. არ ვიცი რატო გადავკეთე, საიდან საწავი, აზეა რა რა. ბოლოს პარკში გავყევით. ოზი ყველა ბარში მღერის, ცოტნე ყველა ბარში სვამს და მე ამის შემყურე ვარ და ეხლა ძალიან კაია რომ ყველა დავაგდით. შენ ბარში იმღერებ, ის თავის გადაცემაში დალევს და ყველა აშენ და მე თუ მკითხავ, მეც სახლში ვარ ღამის 4 საათზე, ან მაშინ რამიდოდა გარეთ არ ვიცი. ხო და 31-ში თუ სახლში ხარ ანა, ნუ? არა, მე და იდასთან ერთად ვიქნები 31-ში. ჩვენ ორივე წავით. ჯიტუ შენს. მე ხო იცი რა, ბებერი სულის მქონი ადამიანი ვარ. ნახოთ, შეიძლება ვიყო. გამიხარდები. ის ერთი ახალი. მაგრამ შენ გაქებენ, შენ ბარს აქებენ. მე TikTok-ზე შემხვედრია ხალხი, ვინც მღერის შენ ბარში აქებს ხოლმე რომ კაი ბარია და ასე. კალატოს დათრება ხოლმე ამასთან მიდის. აუ კალას. დეპრესიას ახარებ შენ. კალას როგორ უსწორდება ხოლმე სიმღერა და მე შემდან ახო ხალხს რამდენად უსწორდება კალა რო კალას რო უსწორდება რაღაც ხოლმე რა. ქართულ ესტრადას მღერის თავს მოვიჭრე. არა, მე მომარდა სულმარე ლუჩიას ვიმღერე. აუ, ბოლოთ არ მღერის? ბოლოთა შიგადაშიგ როცა მოდის ხოლმე მიკროფონის ბოლოთა გაჟავებული ყავ. მიკროფონის გაგდება სწორთული არის ბოლოთის ხელში. ანუ, ხო იცი, ბოლოთას ჭირდება ერთი რაღაც, რომ იყოს ძალიან კარგად. პირველად ჯითუს დაბადების დღეზე ვნახე ბოლოთას გალობა. მე არ ვიცოდი ბოლოთა თუ მღეროდა. ბოლოთა უნიჭიერესივე არის. რას ამბობ? ანუ, უნივერსალური კაცი არის. კი. ხო და იმანაც გაიშავა როგორ ჩანდა. კიდე რას ერთში. გიჟუა. ჩემი აზრით შენ და ბოლოთა ერთ ციფრში არ უნდა იყოთ. რატო ზედმეტი ლაპარაკი არის? საშინელება იქნება. მე ამას ვერ გადავიწვევდი ეგრევე. მე მაგ გამოყოფილი რაღაც ენერგია, რასაც დღის განმავლობაში დავხარჯავ და შენ და ბოლოთაც თუ იმ ოთახში ხარ, სადაც მე მოვკვდები. ეგ ხო ისე ძალიან ისე ერთნაირი ის გვაქვს რა ქვია. ერთ-ერთი ტალღა გაქვს. ხო. სიცილია გაგისტორდებოდა? ჰა? სიცილიას. რა? გაგისტორდებოდა? ბიჭო, ეგეთ სიცხეში ალბათ არა. აუ, ვაი შენ. ანუ არ შემიძეს ვერ ვიტან, ზღვას ვერ ვიტან და კაი დროს არ სიცხეს ვერ ვიტან, დაუქმე. ეხა იაპონიაში? იაპონიაში მოვიდა. მე დაურჩები ცოტა ხანს. ძალიან მინდა რომ იაპონიაში წავიდეთ. კი, მაგრამ გამისწორდებოდა მეც იაპონიაში. შენ გაგისტორდებოდა? იაპონია კი, ანუ ბიჭო, როგორ რაღაცა არის, იცი? სიცილიაშიც გამისწორდებოდა ეხლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისეთი ხალხი იყო იქ, რომ ჩემი სამეგობრო წრე არის და ძალიან მიხარია მაგ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, ყველაფერს თავი დავანებო და უბრალოდ აი ის გარემო რაც იყო, რაც ვიდეოში ვნახე, ანუ მეთქი, ვახ, ნეტა თამაშა უკეთესად. ძალიან კაი. შენ წინა სეზონში ითამაშე? წინა სეზონში ვითამაშე 3 ხელი და იქიდან 2 არც თუ ისე კარგი თამაში იყო, იმიტომ რომ ძალიან ანუ რა შენი აზრით რამდენად ასახავს აი თამაშები ადამიანის თამაშის დონე. საერთოდ არ ასახავს. ანუ აი რამდენი ხელი უნდა ითამაშო მაფიაში რომ მოხვალ, რომ ადამიანს შენზე წარმოდგენა შეექმნას. ანუ მოდი მოთამაშე არის თუ არა? მოდი მაგას ვიტყვი რომ თუ ერთნაირი დონის მოთამაშეები არიან ყველანი რა. აი ზუსტად მაგ დროს შეიძლება რომ ეს იყოს რა ქვია, კარგად წამოიყვანოს. ანუ ოსტარი კარგი ინდიკატორია შენი აზრით?
არ იყო. ეს ჩემი აზრით არ იყო კარგი ინდიკატორი. ვის ამოაკლებდი ოზი? ჩვენ რადგანაც მე არა ვარ კეთილშობილი წამყვანი. აი G2G ცოტა ტვინს მიჭამს ხოლმე რომ არანანო ცუდი არავის ელაპარაკ. მოდი გავლანძ. All-Star თუ შევხედავთ როგორც შოუს, რომელიც იყო იმისათვის, კი, რომელიც იყო იმისათვის, რომ ხალხი გართობილიყო. კარგი პროექტი. მაშინ შენ არ უნდა ყოფილიყავი ალბათ. მე ვარ და ჩმოძრავიჯი და საზამთროებს ვიყავი რა სამბო. ერთხელიყავი. აბა ეგ მაგ ხელში მე რო არ ყოფილიყავი მე ეგეთი. ეგ ხელი ხომ რჩებოდა 12 წამში. ვიღაცა მადლობა გადაგიხადა, რომ ოზი მადლობა რომ ესე საშინლად იტანა. მე რო უყურე მაგას, გვერდიდან რო უყურებდი და მეთქი ვაიმე და ბიჭო, არ დაგარიკებდი და მომიკვდეს, ანუ მე აი სრულიად მესმის შენი. პროსტა მაგის განმოსახედიდან რო უყურებდი, რომელმაც როლები იცის და არ არის ისე რომ ბრმად უყურებს ამას. შენ გეჯი და გვერდით რა, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ სად ზის და შენ გვერდზე ვინ ზის, ან შეიძლება გვერდზე შავი მეჯდეს და საერთოდ არასდროს არ გავხედო და ყურადღება არ მივაქციო. შეიძლება ვიღაცა მისეთი რაღაცა მაჩვენოს მარტო მე, რომ ანანო მე უეჭველი, აი გულზე ხელი დაიდოს და რომ მე პატიოსანი ვარო. მე მიდი და იმისი ფერები ითვალე. მე ეგრე გოიმდები ხოლმე ძალიან მარტივად ვდებილდები მაგაზე რა და შენ დადებილდი მაგაზე. მახარა მენა რო შემომხედა და ანუ ეს პირველი ღამისის რო იყო რა მეთქი ვინ გადაამოწმეოდა 12-იო რა რომ ანახს. მეთქი რა გაჩვენო. ვერ გავიგეო რომ მეუბნება რა. და მეთქი როგორ გაჩვენაო და ესო რა ვუყურებ კაროჩე და ეს გავხედე ლაშას ლაშა იმენ დაბღრენილი სახით არის ესეთი ეხა იმენ ელოდება რომ ახლა შავი გამოაცხადებს და გავხედე מחარას და ესე იგი შავი არისო და 12-იო შავიო იძახის აქიდან და ლაშა გაფსიხდა იქით რა და მეთქი ვაიმე იმენ ჩემი აზრით ყველას გონია რომ ლაშა არის ძალიან გაწონასწორებელი მოთამაშე და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოთამაშეა თითქმის არ გავა თამაში ლაშა არ იყვიროს ან თამაშის მერე არ იყვირო. მაგ თამაში ღრიალებს. როგორ აკადრეს წითელაშა შავად შემოყვარა. ყველა კითხულობდა რომ ოზის რა უნდოდა. გოზიმ სპეციალურად. ერთხელ აქ ხშირად ვინც არიან, ვინც დადიან ხოლმე, აი ბევრია უთნათამაშები და მეც ვთამაშო. და თამაში მორჩა და თავში მეორედ აღარ მოხვიდეთ აქ მეთქი რა ქნესი. ფული დაუბრმიაყარე. როდის უნდა ისწავლოთ თამაში მეთქი და გავყვიროდი და ესენი იცინოდნენ. არჩ მართლა რა. ვილაპარაკოთ იმაზე, ვის ამოიღებდი All-Star-დან. მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას, რომ All-Star-დან ამოსაღები არავინ არ არის, იმიტომ რომ ყველას მგონია რომ საკმარისად დამღალე რა. מה თქმა უნდა. ანუ ნინიკოზე მიდიოდა ძალიან უაზროდ ჰეითი ჩემი აზრით. სექსიზმი არა, უბრალოდ ჰეითი იყო, იმიტომ რომ ადამიანი არის ეგეთი რა, ანუ წყნარი არის, არ შეუძლია გაბრაზება, არ შეუძლია ეს რომ კაცრი იყოს. ანუ სიკაცრი არ შეუძლია ადამიანს. ანუ ნახე ორი ამას ვიტყვი რა. ორი აბსოლუტურად ერთნაირად მოთამაშე ადამიანიდან გოგოზე უფრო მეტი ჰეითი წავა და ეხა არ ძალიან ვერი ტას G2G, როცა სექსიზმზე ლაპარაკობ ხოლმე, ძალიან იშვიათად ლაპარაკობ ესე საჯაროდ, მაგრამ შიდა სტრუქტურებში ძალიან ხშირად მიწევს მაგაზე ლაპარაკი. და აი გამზადებული მაგით ხარ შემოგარტყა. ვერ მეთანხმები, რა თქმა უნდა ვერ დამეთანხმები. მაგრამ ანუ ძალიან ხშირად, როდესაც გოგო თამაშობს ცუდად, ძალიან დიდი ჯოხი ტყდება ხოლმე გოგოზე. კიდე ერთი მიზეზი რატომაც არ გვინდოდა რომ მე არ მინდა პირადად რომ მარტო გოგოების თამაში წავიდეს, იმიტომ რომ ჯერ დიმაფიაში არ არის 12 გოგო, რომელიც ძალიან ხშირად თამაშობს და მაგარი მოთამაშეა, უბრალოდ არ ყავს ეგეთი გამოცდილი მოთამაშეები და ის თამაში რომ ცუდად წავიდეს, იმას კი არ იტყვიან რომ უი გამოცდილების მაფია იყო და რა მოხდა მე. ყველა დაწერს რომ აუ გოგოებმა რაც ცუდად ითამაშეს. ოღონდ დედას ფიცავარ ეგრეა და ყველამ გულში ჩავიხედოთ. გოგოა და მაგიტო თამაშობს ცუდად. ხო, აი. ანუ 12 გოგო რომ მოვიყვანოთ, იმას არავინ არ ტყვის რომ ესენი პირველად მოვიდნენ და ვერ ითამაშეს, რა ქნან ეხა იტყვიან რომ აუ დებილი გოგო, აუ დავიკიდოთ. არა, რატომ დავიკიდო? სოციალური პრობლემა უნდა შევეხო. ეგეც მართალია. რაღაც თემას რომელსაც ამბობთ რა, All-Star-ის იდეა უნდა გვესმოდეს. ხო და All-Star-ის იდეა იყო ის რომ კონცეპტუალურად იყო ის რომ უნდა ყოფილიყო სახალისო, ხო? ხო, ესეთი მაგიდა შეიკრა რომ ძალიან კომფორტ კამანდა ერთმანეთთან ყველა რო კარგად არის, კარგად ხუმრობს და ხორხოცი არის და ერთმანეთს ჭამენ და არავის არაფერი არ უტყდება და შუაში არ ჩაიშლება და მეორე ვარიანტი არის რომ ან იყვნენ კარგი მოთამაშეები ყველა სუპერ კომპეტიტივი იყოს, რაც არ არიან. ხო, ეგეთი რაღაცა რო ამ მაგიდიდან მინიმუმ 6 ადამიანს ამოვიღებდი რა. ნახევარს კი არა, შეიძლება მეტი გავცხრი, მარტო მე დავუჩერდი.
ან შეიძლებოდა რომ აი მართლა ვიღაცა მსახიობები, ვიღაცა მე ხო ჩეულებრივი სეზონი გამოვიდა. ხო და All Stars მუღამი უნდა ყოფილიყო ის ანუ მაგას ვამბობ რა ანუ All Stars წერან რო დავიწყე საუბარი იყო რა ან უნდა ყოფილიყო სუპერ კომპეტიტივი, ან უნდა ყოფილიყო სანახაობრივი. სუპერ კომპეტიტივი რო ყოფილიყო ეს მოთამაშეები ვინც ვიყავით აქ დაკომპლექტებული მართლა ძალიან ბევრი არ იქნებოდა მან და ალბათ იმის გამო რომ უბრალოდ გამოცდილება არ აქვს უმეტესობას იმდენი ხელი არ უთამაშე ხა შენ რამდენჯერ გითამაშია მაფია იმიტომ რომ გიყვარს მე ისწორდება ზოგადად სოციალურ დედუქციური თამაშები და მაფიის გარდა კიდე სხვა ძალიან ბევრი სოციალურ დედუქციური თამაშის მაქვს თამაშები და მაგიტო ემაშები ხოლმე ანუ ეგრე ადამიანი ვიღაცა არის ვისაც უსწორდება არის ვიღაცა რომელსაც ანუ არშას ეხა მაგრად უყვარს და რო არ უყვარდეს ვერ ითამაშე ეგ არის რა ანუ აი საკება შენ თამაში გიყვარს თუ არა რა ხო და ეგ მომენტია რომ ამ თამაშის დროს მოდის ხოლმე გამოცდილება 1000 სხვადასხვა რაღაც აზრი შეიძლება ჩამოგიყალიბდეს 1000 სხვადასხვა ტაქტიკა და სხვადასხვა გადაწყვეტილებამდე მიდიოდე რა მე ბოლოს როგორც თამაშობ ხოლმე მაფიას რა ანუ არის ხოლმე სუფთა მათემატიკურად და პროცენტულად ვცდილობ რომ დავითვალო სად არის ნაკლები შანსი მაუქნა ეგრე ერთადერთხელ დავიწყე ჩახუტებები და დასწავლებები რომ დაიწყე იქ ბახარასთან და ჰიტო აბოზმებო მაგიტომაც მოკოდი რა ხვეცები რა ეს ანუ აი ერთადერთი ვითამაშე მეთქი მაგას შემი ანუ აუდი კიდე ვითამაშე ერთხელ მე შემარგეთ იმენა ჰიტას ეუბნება ბასტორო ბოლო სიტყვაში რომ შენ ისეთი ემოციური იყავი და ისეთ რაღაცეებს კადრულობდიო აღარ რაღაცეები რომ აღარ დროს გაიხსნა დეტექტივი რა აუ რაღაცას ვიტყვი მე თავიდან მქონდა გათვლა რომ სუპერ კომპეტენტები ყოფილიყო All Star-ი რა მაგრამ ეხლა მგონია რომ სხვა ფორმას იღებს ანუ All Star-ი უნდა იყოს wholesome ჩემი აზრით და ძალიან საყვარელი ჩახუტება სიტყვა და მე როგორც მოთამაშეს აი უზომოდ მიყვარს და მე კომფორტებელია All Star-ში თამაში და ამ სასწაულთან ის რა ქვია ჩვეულებრივი სეზონი უნდა იყოს ახალი ტალანტების აღმოჩენის და სხვადასხვა ხალხის შემოყვანის სეზონი და კომპეტენტივი უნდა იყოს გამომწერების რომლის ფინალიც დაიდება რომელიც დაიდება და მგონია რომ უფრო ხშირად უნდა იქ არის ნოლი ემოცია არანაირი სიცილი არანაირი ღადაობა ყველაფერზე ფოლი არის და მხოლოდ გათვლა მხოლოდ დათვლა რაც კომპეტიტივის კუთხე არის თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მოსაწყენი და ეს უყვარდეს ასე რომ ყველა უნდა იყოს კმაყოფილი G2G ყველას დააკმაყოფილებს ასე რომ მაყურებლების იმაში ხო შეეძლოთ ჩვეულებრივ კონტენტ კრეატორებსაც მიიღოთ მონაწილეობა და მიიღეს კიდევაც ბოლოთა იყო როგორც ვიცი 12 თამაში აი ხა ბოლოთაც მაყურებლიდან ხო არა ვარ ბოლოთა ისედაც ჩვენთან ერთად იქნება და წამოვაკიდევად სადაც წამოსასვლელი მე სხვა რაღაც რომ ანუ ეხლა ამ ტურნირზე ხო იყო ბოლოთა ხო თამაშობდა გავიდა ფინალში ისე ფინალში არ ყოფილა მაგრამ ნახევარფინალებში ალბათ ფოლებით გააგდო G2 რაღაცას გავს არ არის გამორიცხული და რამდენიც ნებიერი ძეებიც იყვნენ ხო ორივე კი ხო და ანუ ძალიან კაი არის რომ ეგეთი რაღაცა იყო შენ თუ მიიღებ ხარ ბიჭო მე მივიღებდი ძალიან დიდი სიამოვნებით უბრალოდ დროის არქონის გამო ვერ მოახერხე ვერანაირად შენი აზრით გაიმარჯვებდი თუ არა გამომწერების იმაში არ ვიცი შესაძლოა ანუ არა ვერ გაიმარჯვებდი ოზი მე გეტყვი რატო იმიტომ პირველი მომკლავდნენ ხო არა იმიტომ რომ G2G არ გაგამარჯვებია არა უეჭველი ავარჩევდით არა მართლა ოზის აიყვანდი ბოლოთან გამირეკა და არა ბოლოთა შეიძლება ეხლა კი რა და არ დამჩაგროთო იმიტომ რომ თქვენი მეგობარი ვარ და რაღაცა და მაქსიმალურად ანუ მომეცით შანსი და მაინც დაჩაგრი არა შეპირსის ხლიენო არა არ დაგიჩაგროს ხო არის ძალიან მაგრამ შემდეგზე აირჩევდი ოზის აი რო დაარქვა გამომწერების ტურნირი დედა მომიგდეს გამომწერი რომ შენი მესმის მაგრამ გამომწერი რომ ყოფილიყავი და გამომწერების ტურნირზე 5 იუთუბერი ყოლოდა ცოტა ისე მე გიქვე მანდ მე სამაგიერთ მეორე ის მოდიოდა ესე იგი ეს იუთუბერი ნამდვილად თესალი მოთამაშე არის შენ თუ გონია რომ ვინმე მაგას იფიქრებდა და არა იმიტომ რომ არა ეგ ჩაკეტილი მქონდა რა მაგას გადავწყვიტეთ რომ ვინმე რომ მიიღო მონაწილეობა ხო ეს ეხლა შემდეგ გამომწერების ტურნირზეც და სულ შემდეგზე შესაძლებელია რომ საერთოდ ლოტი გამოვყოთ რომ აი ფინალში იყოს ვიღაც რა არ იყოს შესაძლებელი არა რატო ლოტი ნუ ანუ შესაძლებელია ანუ მაქსიმუმ All-Stars გამარჯვებული და რაღაცას გამქსი რო ყოფილი მაშინ სხვა სახელი უნდა დაარქვა რა ალბათ მე ხა სახელზე ვარ რა გიხა გამომწერების ტურნირში რო გიზის 100,000 გამომწერიანი ტიპი იუთუბერი რომელსაც ისედაც ეძახი ჩვეულებრივ სეზონზე მან ერთი რაღაცა არის ჩემი აზრით იმ იუთუბერს არ უნდა კონდეს არავითარი პრივილეგია ლოტი არ უნდა იყოს მაგისტრის გამოყოფილი უნდა იყოს ტურნირის დასაწყისიდან ბოლომდე კვოტა რო გავაკეთოთ ეგ ისეთი რაღაცა როგორც შეფუთავდა როგორც სიტყვი ეგრე იქნება ანუ
უნდა იყოს ისეთი რაღაცა, რომ თუ YouTuber-ი მიიღებს მაგ ტურნირში მონაწილეობას, უნდა ითამაშოს როგორც ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ, არავითარი პრივილეგია, არავითარი ლაშამ დაწერა, რომ მე ვიღებ მონაწილეობას ტურნირზეო და იქ გადაობები იყო მეთქი რას მიკეთებ ლაშა აღარ. ოი, ეს თქვი კოპალამ რომ მოიგო. ხო, კოპალა ჩავანა. კოპალა მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ და მოიგო. კოპალა ცალკე ჩიტკოდი არის. კოპალასაც ემია მე თუ მკითხავ. კოპალა არის ჩიტკოდი ზოგადად. ანუ ტიპი რომელიც აქ გვიზის ყოველ დღე, ყოველ თამაშზე თითქმის, ხო? ხო. ვინმეს გიშლით? არა, გიშლის არა კაცო, პირიქით მე მისწორდება, როდესაც როდესაც გიშლით კოპალა კი არა, მე გიშლით ხელს რომ მოხვიდეთ. მაგაზე არ მოგხოცებით რომ იარეთ და ითამაშეთ. ჯითუ. ჯით ცუდ ხასიათზე ხარ? რატო ვიღავი? ის თუ ყოველ თამაშს თამაშობს და მაგაზე არ ვამბობ კაცო არაფერს. რაღაცა იქ იმის ანუ საქმეა. მე ხო მაგის საქმე ერთო და საქმიანობიდან გამომდინარე კოპალას აქ ძალიან ანუ მომისმინე რა, ერთი ბიჭო, ცუდ კონტექსტში არა. პირიქით. რატო შემოbrunო? ეგრე რატო შემოbrunო? ეგრე რატო შემოbrunო? და მეყოფად. იმიტომ რომ სხვა იუთუბერებისგან გამიგია რომ ისინი ყოველ დღე თამაშობენ და ვინმეს დაგიშალეთ მაგის დაწილე რამე დაგაკეთე. მოდი და ითამაშე რა გეხვეწებით. ვისკი უფასო, ლუდი უფასო, ბურგერები დავამატებ. ავიცი, მოდი გაერთე. ფულს არ გიგდით კაცი, მოდით კაცო. ვერ მოვიცალე. საჭმეს ხო ჭამ რესტორანში საჭმე. მოდი აქ ჭამე. და ჭამისას ითამაშე. აი ითამაშებ. არ მიიღება ეგ არანაირად. ბიჭო, კარგ კონტექსში ამ. არ მაინტერესებს კაცო. ხო და აი ხა იმას ვიტყვი, რასაც ვამბობდი რა მაინც რა. ხო შეიძლება გირო თქვა. არა. გამარჯვება ის ერთი წუთი შეიძლება ეხლა გამოვიყენო? 30 წამი და თავის გამართლების. ხო და იმას ვამბობდი რომ აი კოპალას როგორც დაუგროვდა ეს გამოცდილება რა, მიუხედავად იმისა რომ არც მანამდე აკლდა. ძალიან ნიჭიერი ბიჭიცა. ყველანაირად შეუძლია რომ იყოს, ყველანაირად შეუძლია რომ ჩემი აზრით კოპალა დღესდღეობით არის ყველაზე ძლიერი მოთამაშე მაფიაში. ანუ იმის გამო რომ გამოცდილება აქ იმხელა დაგროვილი და პლუს მაგას ამატებული აქვს ის ნიჭი, რაც ჭირდება ამის თამაშთან მოვა. ხო, ანუ მაფიის მხრივ არის ძალიან მაგარი ტიპი. საკაიფოდ იცვლისგან რა. იგივენაირად შეიძლება რომ ნებისმიერი ვინც ამ მაგიდაზე თამაშობდა, ანუ აქ ვინც იყო თქო რა, ანუ All Star-ში რა, თუნდაც იგივე ნინიკოსე რომ მიდიოდა მთლიანად. ნინიკოს რო კონდეს ის გამოცდილება რაც კოპალას ხონდა, არ იქნებოდა ნაკლები მოთამაშე არანაირად კოპალაზე. ანუ ჩემი აზრით კოპალა უფრო ძლიერი მოთამაშე არის ვიდრე ნინიკო, მაგრამ გამოცდილება აღარ უთამაშია. ხო, მაგას ვამბობ რა და იგივე იყო რა კნოს არ უთამაშია ეგრე, მახარა ხო საერთოდ ანუ მაგრამ ეგ არ არის თავის გამართლება არ მაინტერესებს. თავის გამართლება არ არის, მაგრამ ანუ ამ ადამიანებსაც რო კონდეთ იგივენაირი მუღამი მაფიის თამაშისა, იქნება ეს რაღაცას ვიტყვი რა. წინა ვიდეოში თუ სადღაც ვაქნათ ნახსენები რომ ადამიანები ვიღაცებისგან რაღაცებს ელოდებიან რა. ვინც ვერ თამაშობს იმისგან ელოდებიან რომ აიკონიკ იყოს, ვინც აიკონიკი არ არის ელიან რომ სახალისო იყოს. ანუ თითქოს ან ხასიათი უნდა ქონდეს ან მაგრა თამაშობდნენ რაღაცა რა. ჩემი მოვალეობა არის რომ მაგიდა შევადგინოთ იდეალურად რომ ისიც იყოს, ისიც და ისიც. ხო რა. ვიღაცა აუცილებლად საბოლოო ჯამში ვიღაცას რომ ან ხასიათი დააკლდება ხოლმე და ის თამაში კარგად არ წავა, მერე რომ აუ რატო და ეგ აქაც იყო ეგეთი შემთხვევა რომ ანუ გადაიღალე შენ და ვერ თამაშობდი ექიმად რო იყავი იმიტომ რომ ჯითუ მიცი როგორ მლანძღა მაგაზე მთელ მაგიდაზე რომ გადაწოლილი იყავიო და ცუდად რო იყავიო და კაპლებს ზოგადად ცუდად გამჯდება ვიდეოში. ორგანიზატორი რო ნებდება რატო დავნებდი ძმაო? დავნებდი რას ქვია? წამოვწექი დავნებდი რას? როდის დავნებებული ვარ? ანუ იყო იმდენად ცუდად მაგ გადაღებაზე, რომ ანუ იმ დღესაც რო ლაპარაკობდით გახსოვს რომ ანუ მაგრამ მე ამაყები რომ მაგ გადაღებაზე ისე იყავი შენ რომ რაღაცა აზრი რისი თქმაც გინდოდა ვერ ასრულებდი და მე სპეციალურად მაგას ვიყენებდი მე და მივამთავრებდი მაგას და ანანოს ეს არ გქონს მეთქი ეს ყავდეს მეგობრად მიდი ადი თამაში იყო ეხლა რა უნდა მექნა თორე თავი მოიკლეს ტიპებმა ჩემი ანუ მეთქი ეგ რო აი მართლა რომ განათებოდა გონება ვიღაცას და აი ანუ შენ გინდა თქვა რომ გონება არ ქონდა განათებული მან ხალხს არა იმიტომ რომ მიყვებოდნენ ამას რაც ოკეი აქვს ყველას აქვს მე როცა პატიოსანი ვარ თუ ტყემალზე შევჯექი იქიდან ჩამოსვლელი მე არა ვარ შესაბამისად მე აბსოლუტურად მესმის ყველასი რომ ვინც მაგ თამაში იყო მაგიტო აზრი არ ქონდა ჩემ ლაპარაკს მაგრამ იმ მომენტში რომ მართლა ავეყენებინეთ ორი კაცი და წაგიგოთ მაგრამ მე მაგას გამარჯვებაც მე არ ჩავიწერდი რა სიგიჟე იქნებოდა შენ დაკარგავდი ქულებს რაც კიდე უფრო უსამართლობა იქნებოდა რა აუ იცი რა ზოვილაპარაკოთ შენ ხო პირველ ღამეს მოკვდი რა ხო და მაგაზე უპირატესობა გენიჭება ხო მართლა რა თქმა უნდა არაფრის მე ბოდიშები გიხადე მე თამაშის ბოლომდე მიყვარს ხოლმე გაწურვა იქნება სადმე არასწორად ბოლოში რომ თამაშობ უფრო მეტ შეცდომას უშვებ
ბიჭო, კი, ვიცი. შენ თუ 11-ში აწევდი ხელს, შეცდომა მე 11-ში ხელს არ ავწევდი მაგ თამაში, იმიტომ რომ 11-ს უწოდებდი წითელს, რომელიც ცურავდა. სხვა შორის მახარამი თამაშა კარგად. მახარამ ძალიან მაგრად თამაშა ეგ თამაში და მახარა იყო ჩემი აზრით ამ თამაშის, ანუ ბოლო თამაშის MVP ჩემი. მახარას მაგარი ინტუიცია აქვს. უბრალოდ მგონია რომ ძმა კაცობა გადამოწმებიც არ ქონია ცუდი რა, ანუ წითელი სამიანის გადამოწმება კარგი იყო. სამიანი ძალიან ამ თამაში წითელი გუნდს არ იყურა. აი ანანომ რას თქვა. შენ ახლა წითელი გჭირდება. მე შავი ვიყავი. სულ ხო, წითელი. შენ ახლა წითელი გჭირდება, გადამამოწმე. მე არ მეთქვი გადამამოწმე. მე ვუთხარ მეთქი ყველაზე მეტად ვინც გეწითლება. იმიტომ რომ დარხეული მქონდა, რომ ვინმე სხვა ნებისმიერი ვინც გადამოწმდებოდა, მე გავდიოდი მორჩან შანსი არ მქონდა. არა, ვინმე სხვა რო გადამოწმებულიყო, შავი და ხვდება. მომისმენე. შენ ხო ხარ თქო ბოროტი მოთამაში რა. აი მე ახე ბოროტი მაფიოზი შეიძლება იყო რა. ხო ხარ? კი, მე ზოგადად აი მე მაგალითად კეთილი მოთამაში ვარ ხოლმე. ბიჭო, არა, მე ვიღაცა სხვაც რა. მე ვარ აგრესიული მოთამაში ხო რა. ბოლოში 4 კაცში ვის მოკლავდი. ბოლოში 4 კაცში ვის მოვკლავდი. პატიოსნები გავაჭედები ეგრეთ. მოიცა, მე რო ვინ ყოფილიყავი გააჩნია, მოდი მაგით დავიწყოთ. არა, მე ვარ მაფიოზი რო ყოფილიყავი, მე უეჭველი ავდგებოდი და ვესროდი ეგრევე ანლაშა სანკოპანს. ანუ მე ხო წაგებული მაქვს უეჭველი რა და უფრო მეტ, ანუ პროსტა ბოგმის გამო. competitive standpoint-დანაც რო შეხედო, ხო? მოიცა, მე ვარ competitive standpoint. ხო, მე ვარ მოთამაშე, რომელსაც ჭირდება ქულები, ხო, რომ გაიმარჯოს. მოდი ესე ვთქვა. ხო. ჩემს წინ მოწინააღმდეგე გუნდში არის 7 ტიპი, რომელსაც ვაძლევ 10 ქულას. Yes. და აქეთკენ არიან 2 ტიპი, რომელმაც შეიძლება რომ მოიგო. მაგის გავდგებოდი და მოკლავდი პატიოსას და მივცემდი მოგებას 2 ადამიანს და არა 7-ს. ბაზარია. ეგ აუცილებელი. მაგაზე არ მიფიქრე. მაგაზე უნდა იფიქრო, აბარა, მაგრამ მე ბოგმის გამო მოკლავდი პატიოსს. მე ვიჯექი რა უკან რა, ანუ დაჟე იმასაც ვამბობდი, რომ მეთქი ეხლა გეხვეწები ხელები არა წიონ მე. რომელი უფრო მაგარი ქეოდა დაღამებულიყო, ხო? ბიჭო, რომ დამღამებულიყო, ღამე გადაწყვეტილები. ბასტო გავიდა მესამე ადგილზე. და ეგეც აწყობდა ჩემს ქოროს. რა თქმა უნდა. დარწმუნება ეხა ეს პროსტო ქოროსე გარ უფიქრია, რა თქმა უნდა, ეგ არ უფიქრია არც ერთი წამით. მაგრამ ხო რა, ეხა ზომაკასი ასნა. თქვენ უფრო მეტი დაგჭერთ მაფიის პროექტიდან ვიდრე მე. შესაძლოა დოდეც მე რამე ხდება. ვინც არის ციტის ხალხო? წინა სეზონის ფინალზე? რა. ვახსენო თუ არა, თქვა თუ არა. შენ რო თავი გადაიგდე მინუსებში. მინუსებში არ გადამიგდია, მაგრამ არაფერი არ. გადაიგდო. კი, ანუ უგროვებდით მე. ქისაჯიზე გავაკეთეთ. თონაძეში იყო. ხო და არა. ეგ უნდა გაკეთებული. G2G არის იმდენად თავდადებული აი ამ პროექტისთვის, მთელი ცხოვრება ამას მიუძღვნა ფაქტიურად რა. ანუ რავი, ესეთი, ანუ ზოგადად ეგრეა რა, საქმეში თუ ხარ, ან ბოლომდე უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა იყო. უეჭველი ვიცი რომ ეხლა წინასწარ რომ ცოდნოდა რომ სიცილიაზე ესეთი სიტუაცია იქნებოდა არ გავაკეთებდი. არა? ტოკიოში როგორი სიტუაციაა? მიღადავები? რატო? რავი, აბა 3 თვე პროექტს აკეთებ და რა არის? წარგებიანი პროექტი იყო. ის ნუატრაკებ ძალიან კარგად იცოდი რა სიტუაციაც იქნებოდა. ამიტომ მეტი სპონსორები G2G-ს. თუ შეიძლება. იაპონია დარეკე დააზვანოკეთ რომ იაპონიაში მივდივარ. სოსო, რა საკეთებ? ბილეთები შენზეა, სოსო. სოსო. ხო? ხო? ერთი სლოტი მიეცი სოსოს რომ წამოვიდეს იაპონიაში. აი თუ გას. მაგას რა შეჩუმე ჩამ. და იმასაც წაუყვანთ მე. ვის? ამ პინგვინს ან კაკოს თვითონ აირჩიოს. ხო. პინგვინი კაკო წავუყვანთ. მე მეჭირება. Go. ხო და მადლობა კაკოს კიდე ისე რომ არ მოვიდა და მე მოვედი. კაკოს დამერეკა რომ რაღაც მომენტშიო ანტარქტიდაზე უნდა წავიდეო და სავარაუდოდ ვერ მოვასწრებო და სოსო რომ კიო კაცო ბაზარიანიო. არა, კაკო ინდოეთში მიდიოდა. ინდოეთში. ხო და მაგრამ საბოლოოდ იქ ვერ წავიდა და სამაგერთ ერევანში დარბოდა. ხო, ეგ ვიცი. ხო. საღადაობა და იქონიკ იქნებოდა იქ რო არაპირებდეს წასვლას და ის სოსო მაინც მოვიდა და ისა ეგ ძალიან კაი. მე მგონია რომ სამივე მოგზაური უნდა ჩანაცვლებოდა ერთმანეთს და ვითომ ვერ რაღაც მომენტებში ხო რომ ეს როლებს როცვლიან. კი და მე კიდე ესეთი იდეა მქონდა რომ სოსო უნდა ჩაენაცვლებინა ემილიატივის მამას. და ვერავინ არ მიხვდებოდა საერთოდ. აი კი. აუ აქ ბავშვებს ქონდა დაბადების დღე რა, ემილიატი ყმოსული რაღაცები ვერ დავგეგმეთ ისე ბოლო გადაღებაზე და პირველ გადაცემაზე რა. პირველზე იყო. და ბავშვები იყვნენ მოსულები და ხო ემილიას მამაზისი იყო. სოსოზე. სოსოზე. ქუდის გარეშე იყო. ხო, ბაზარი არა.
მე ეგრევე ქუდით მოივარჯვა სოსო და სოსო გახდა. სოციალური identity არის. ისე მაგაზე გამახსენდა კიდე. თამაშისას, როდესაც მოთამაშეები არიან სახედაფარულები ხოლმე რა, ძალიან ბევრს ცვლის ხოლმე ეგ და მაგაზე რა აზრს ხარ? ანუ აი თუნდაც იგივე რომ ნიღაბი უკეთია, სათვალე უკეთია, ქუდი აფარია და ნახევარი სახე არ ჩანს. შეიძლება. ხო რა, ცოტა ისეთი ის არ მე მითამაშია მაფია, როდესაც ყველა სახე, ანუ თვალდახუჭულს რა, ანუ მარტო ხმა გესმის, არავის სახეს არ უყურებ და 100-დან 100-ვე პატიოსნება წააგეს. შენ თუ გითამაშია მაფია ისე რომ როლები ერთმანეთის წინასწარ იცით და უარგუმენტოდ საუბარზე ეგრე არ მითამაშია, მაგრამ ეგ გავტესტეთ და იცი როგორი რთული არის? უსახო მაფიაში თითქმის შანსი არ აქვს პატიოსნებს. ანუ წარმოიდგინე უსახო მაფიაში ხო? ეგეც არ არსებობს, ვერ მოიგება. სოციალური მომენტი გამოგყავს მაშინ რა სოციალური ხო, ანუ ესე იგი ემოციების რა გარეშე. თქმა უნდა, ემოციების თამაშია მაფია. ანუ და არგუმენტებისაც რა. სოციალურ დედუქციური სახელშივე არის. სოციალური ნაწილი როდესაც გამოეცლება, დედუქციურზე გადადის და დედუქციური ნაწილი რთული არის გააკეთო ისეთ რაღაცაში, რომელიც არის თავიდან ბოლომდე წარმოსახვითი. ხო, ფინალი რაც დაიდება, ეგ იყო სრულიად არგუმენტები. ხო, მაგრამ არგუმენტები ანუ სასამართლოშიც ხო ეგრეა რა, შეიძლება ძალიან კარგი არგუმენტი ქონდეს, მაგრამ მეორე მხარემ ისე კარგად შეძლოს ამ ყველაფრის ჩამოყალიბება და ახსნა რომ შენ აი ვინც კი ანუ მართალი იყო და წააგო და გაიცინებდა რაღაცაზე ყველაფერზე გაგდება იყო. კომენტარებში იწერენ ხოლმე ანანოს ფოლებს რატო არ უწერ და ანანოს არც ფოლებს ერთხელ არ ყოფილა რომ არ დამეწერა. კი, ზედმეტიც კი დაუწერი. ანუ ანანოს და კოპალას ყოველთვის ერთით მეტი ფოლი აქვს. ერთით მეტი ფოლი აქვს, კი. მე ის რა ქვია. ვიღაცა მეკაჩავდა კომენტარებში რომ ანანოს არ უწერდიო და კომენტარებში რომ ესე ყავს YouTube-ში. და ნინიკო კიდე გააგდეო. ბიჭო, ანუ ერთი და იგივეა, მაგის დედავატირე. ბიჭო, ნინიკო მაიღო მეოთხე ფოლი ისეთ დროს, როდესაც არ უნდა აიღო. მეოთხე ფოლი. როცა მე მაგალითად ვითვლი ჩემ ფოლებს, გიჟი ვარ, სამი ფოლი რომ აქ ვიყენებ იმ სამ ფოლს და მეოთხეს კი არ წამომწდება შემთხვევით. მე ამას იმაშობი ხოლმე რომ ფოლი გიო ფოლი. მეოთხე კი არა, გავაგდებდი ვაფშე პირველი არც ერთი რო არ ქონოდა. მაგაზე. ხო. რა ფოლია? ის აიღო რა ქვია. ამან ეხა ვინმე შეწირეთ თავიო და ადიქითო და ვა ნინიკო არაკეთებს მაგას ესე იგი რაღაც საეჭოა და ნინიკო მეავდგები. და ადგა. ადგა ხო რა გინდა. ოღონდ არ იცოდა რომ დგება და. აუ, ეგ როადგა? მეთქი მაშინ პატიოსანია. ხო, აზე ხა? იმიტომ რომ მე ბასტოს ვეუბნებოდი, მე შენ ადგილას ნინიკოს გადავამოწმებდით ხო რა? და მე ნინიკო როადგა? პატიოსანია თქო. და ქოროს გაგდების მერე სიკვდილი აღარ ხდება, გამოდიოდა რომ ნინიკო გამოვიდა შავი. ტურნირებზე როდესაც თამაშობ, მაფიაში ქვია ბინძური გაწითლება რა, აი რაღაცა ისეთს რომ მოყვები პირველი ნომრი და რაღაცა ისეთ ფოლს რო აიღება არასათამაშოდ. ეგ არის ბინძური თამაში რა. და ეგ ფოლი იყო აი საშინელება. ეგეც არის. აუ, უეჭვე, ანუ ეგ რო ეთქვა ადამიანს, მართლა პატიოსნად თვლი რა. როგორ დამეტარებინა ეგ. მახარაბ რო სულ 10 ჯერ იგინოს და 100 ჯერ შეიგინოს, ის არაფერს არ ნიშნავს. მე გადავები. იმიტომ რომ ანუ გაჩნია ადამიანის ხასიათს რა. შენ თუ შავზე ციგინები და წითელზე ციგინები, პრობლემა არ არის, მაგრამ შენს ქცევას ძალიან არ უნდა ცვლიდე. მაგრამ ის ბოლოთა მახარაბ რო თქვას რომ მოზიშვილი ვიყო პატიოსანი ვარო, იმასაც გავაკეთე. რა თქმა უნდა. მაგრამ შეყლეო გამოიწოდე აქეთ. ეგ მაგაზე არ არის რა. ბიჭო, აუ ისე რა ქვია. იცი რა მომენტი მახსოვს ახლა? ანუ რა მომენტი მახსოვს ახლა? გამახსენდა უბრალოდ რა აქ რო ვისხედით და კარტები რო რიგდებოდა מחარამ რო იმე ბოლო ხმაზე შეიგინა. ეგ რო არ გამიგია ეგ მაგაზეც ჩაშლა არის ეს. ანუ მე ეგ გავიგე ხო აზრ ხარ და მეთქი რა იყო თქო ახლა რა მოვიდა და ეგ ვიღაცა დადოებითი ბოლოს დარიგებაზე რა. ხოლმე מחარამ იგინება იქ ქორო და מחარა ერთმანეთს ურტყავენ. მე მგონია რომ ვიღაცას ურტყავს და რაღაცა ყლეობას იმაშობა. მოიცა ტურნირზე როგორ არის იცი? აი ეს ზიხარ გასწორებული თავი ეს და პრაქტა აი ეს. ანუ რამდენიც არ ვამოძრავებ თავს, სულ რო გეფხანება. აუ, მოიცა. და აქ იმედა ერთმანეთს შემდგა გაგიწერა კაროჩე რა. ერთ-ერთ თამაშზე კაროჩე, აი ესე ვზივარ, აი ესე ვარ, თავი მაქვს ჩახრი და ეს მიხდებს. ოზი თავი დახარ. კისერი მაქვს, ანუ აღარ ჩადის რა. ოზი თავი დახარ, ოზი თავი. ბოლოს ავდექი და ესე დაუჯექია. ანუ აღარ არ ჩადის. ერთხელ რო გამაგიჟე ნიღაბს. ნიღაბზე და აქ ნერვიულია, თანიმენა როგორ ნერვი. ნუ იხსნი ნიღავს. ეს რომ იყო. გვერდზე ვინ ძის იმას იცის რომ შენ დეტექტივი ხარ.
ხო და დეტექტივის ღამეს ვიღაცა იღებს სიხდის და დააგდებს. დეტექტივი ხარ, აბარა. მე ჩეკჭამ. ეს ხოთა შორის სამაჯურები მიკეთია ხოლმე და როცა დეტექტივი ან რამე როლი მაქვს, მაგ სამაჯურს ვიხსნი, იმიტომ რომ აი ხუთი მოკალი და აგრო ჩხარუნობს. ეხა იცი რა გვერდზე ვინ. არა, ეგეთი რაღაცა არა, მაგრამ ბევრს პირველად იყო რომ იმ დეტექტივზე ისეთი თან ჩემი საყვარელი როლი არის დეტექტივი რა. მე მგონია რომ დეტექტივი არის ამ თამაშში, ეხლა არა ფორმატით აცვა, ყველაზე ძლიერი როლი. ყველაზე ძლიერი როლი. მაგრამ მაფია იყავი და დეტექტივიც ხარ და ეგ. ბიჭო, არა, სხვა რაღაცაა, ნახე. დეტექტივი, როდესაც ხარ, შენ თუ შეგიძლია რომ შენი დეტექტივობა რაღაცნაირად დააჯერო ორ ადამიანს მაინც, კიდე დამატებით რა. ყველა საშინელი როლი არის. ბიჭო, ორი ცოტა არის. ბიჭო, არა, მაფიას ჭირდება ერთი ხელი. მაფიას ჭირდება ერთი ხელი მართალია. პლუს ორი ყავს შოგუნი და იაკუძა, თუ სწორად ითამაშებენ და საშინელებაა უკვე. ხო, მაგრამ საქმე რა შეიძლება იცი? ჩვენ ვიდეო ფორმატი შევცვალეთ. ბიჭო, ფორმატი. მე მგონია რომ ეს ფორმატი რაც ახლა არის, გიო, არ არის ისეთი დაბალანსებული, როგორც წინა ფორმატი როგორც. დაბალანსებული არის, იქიდან გამომდინარე რომ თითო მეყო. წინა რომელი 12 კაცი პატიოსნი? არა, 11-ზე ვამ. 11 მაშინ სერიულს 1 კილი? ხო. ეგ იყო იდეალური დაბალანსებული. ყველაზე დაბალანსებული ინტერესო გახდა. ხო, იმიტომ რომ იმდენი ხელი ვითამაშე. არას ხელმოწერა აქვს. ვიცი. და რომ გაუბრაზდები შენზე ამას უბეთქავ ხოლმე სახეში. ეს რა ქვია? ანუ 100 თამაშიდან 33% აქვს შავებს პატიოსნებს და იმენა თანაბარი არის, ხო. მაგრამ მე ძალიან არ მომწონს პირველ ღამეს რომ კვლელობა არ არის და მაგას შევცვლი. მე ეგეც არ მომწონს და მე ერთი რა არის, იცი რომ შოგუნი ჩემი აზრით არის ალბათ ყველაზე ძლიერი როლი. იცი როგორ გულისხმობ მაგას რომ არ მოწმდება არაფრით რა და ანუ ეგ არის ძალიან ისეთი რა ქვია მაგარი მომენტი რომ თავს თუ დააჯერ რომ პატიოსანი ხარ მორჩა იანვრიდან შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ 3 იანვარს ვიხსნებით და გატესტოთ უკვე ახალი მოდიფიკაციის მაფია რა სადაც პატარა ბალანსური და სტილისტური შეცვლა იქნება მაფიაში რა გიო შემიძლია ვთქვა მითქვი ეგ უნდა მეკითხო პირველ ღამეს ისვრის იაკუძა მარტო შვენიერი ძალიან კაი და იაკუძას და შოგუნს აქვს ორის როლა თითო ტყვია აქვს შოგუნზე ხო ეგრე ფიქრობ რომ ძალიან ძლიერია რა რამდენი შოგუნით ვიყავი ძალიან პატიოსანი ღამე მოვკვდი ცოტა ფეხი ამიცდა და ვეცადე რომ შავად მეთამაშა დღე გამაგდეს ანუ ხელი არა წე მე გეტყვი არა მაგ თამაშზე არ მithქონს ლაშაზე ხელი არა გიწევ ლაშაზე არც ავწევდი ხელს რა ჩემი გადამწყვეტი ხელით რომ ჩემი იაკუძა პირველივე დღეს გაუშვა მაგას არასდროს არ ვიზამ მე ხო მაგრამ მე მგონი მაგ თან ბასტო ითხოვდა დეტექტივი როცა ითხოვს რომ გავიდეს კოპალა რომელიც აი ხა იცი რა არის ლაშას რო სოსო არ გახსნოდა ხო ძალიან ვაფშე არ იწევა მან ლაშაზე ხელი რა ძალიან არასწორი სოსო გაეხსნა და მაგიტო ლაშა უნდა გავიდეს იმიტომ რომ სოსო ტყუილს არ იკადრებს რა ეგ თემა იყო ზუსტად აი ზუსტად ეგ თემა იყო მე ჩემი იაკუძას არ გავიყვანე სოსოს იმდენი თამაში ქონის დათამაშები რომ ეგ არავინ აღარ იფიქროს ანუ მეტი მიზეზი არ იყო რომ უბრალოდ სოსო გაეხსნა და ლაშა არის შავი ეგრე დალაგდა სოსო ისე რატო ხედავ ხოლმე ამ ექიმებს ხოლმე იმ წამსვე როგორც კი იხსნები მე და ლაშამაც ვანახეთ რომ ეს როლშიო ხო და ანუ მე რომ არა როგორი პონტი იყო იცი რომ ლაშამ ხო თქვა რომ მე ექიმი ვარ და წინ ვიყურები და სოსო იცეგორა რა ამას ეხა დაენძრა ეგეთი რაღაცა გააკეთა რა სოსო და მაგიტო გავხსენი აი იმიტომ რომ ნახე სოსო რო გაიხსნას ლუკა კალატოს ან სხვა მახარა და ლუკა რო გაიხსნენ არ ვიცოდი რა ხდებოდა მანდა ის ხოზი ვარ და პატიოსანი ვარ და ვაიმე სად დამენძრა მეთქი აი ეგ ფიქრი მქონდა მახარა და ლუკა ექიმებში მიგართმა ლუკა და ვიღაცა ხო ხო და მე სოსო და ისო კოპალა იქით ხო რა თქმა უნდა განსხვავება არის ხო ესეთი კიდე დაამზადებინე რა წარწერის გარეშე რომ შენი დიდი ტულიპინა თავი უკეთესად ჩანდეს გეხვეწები რა ხალია ხო ნიკი ვაიმე საყოрлესია ხალი უნდა მომიშორო არა არ მოიშორო კი მოიშორო მაგრამ შეიძლება რომ კიდე ამოვიდეს იცი მეორე რომ მიიხატო ძალიან დიდი შანსია რომ ძალიან დიდი შრამი დაგჭეს მეორე რომ მიიხატო და იცი რომ ხალებს თურმე ფესვები აქვს did you know თან შენ ძალიან აიკონიკი ხარ მან ხალის გამო აჰა მე ყოველდღე უფრო ჯიტუს ხალი და ჩემი არა ექიმთან ვარ ეგ შეგილია მოიწო მაგრამ ექიმი უეჭველი მეტყვის რომ მოიცილეო კიბოს გამო შენ მაგას არ მოიძრობ როგორც ვიცი ხა კეთილთვისებიანი სიმსივნეა და მეშინია ეგ ტიპი არა ხარ შენ просто იზრდება, არ შეიძლება. კიო, მთელი სახე რო დაფაროს ხალმა.
ხალი დიდი ხალი რო ხალთუ ხალი რო მოგორალსა ნაგინე ჭკულენია ხო და საბოლოო ჯამში გიო საბოლოო ჯამში შედგა ოსტარი ბიჭო ჩემი ეს შედგა კი ანუ შენთვის შედგებოდა ან თავიდან რომ ჩავატაროთ რა მე არც ერთი მოგება არ მაქვს და მინდა რომ მე ჩემთვის იყო ალბათ ყველაზე საწყენი მომენტი რომ ანანოს არც არა რას აი წარმოიდგინე რა დეგენერატიზმი იქნებოდა ორი მოგება რომ მქონდეს ორი მოგება და მე 7 ადგილზე რომ გავდე აი მაგას დედასვით დედა მომიკვდეს მიჩევნია არც ერთი მოგება და ეგრე სამმარცხენო დავასრულო შენ იყავი წინა სეზონის ანტიკოპალა ანტიკოპალა რა ანუ ყოველ ისა რა ქვია თამაში რო როლი მოსდიოდა და თან კარგ გუნდში კოპალა იყო ეგ? ყოველ ეხლა ვიყავი ანტიკოპალა, ხო? ანუ ყველა თამაში როლი მოგდიოდა და არ გაგიმართლა. ანუ საბოლოო ჯამში მე რა, არ გამიმართლა არა, ესე იგი ვერ ვითამაშე რა, ჩემი გამართლებამაც დიდი რაღაცები ქნა. გამართლებამაც ქნა, მაგრამ ცოტა მეტი შემეძლო. ანუ მოდი, შენზე არა ზოგადად. იმასაც ვიტყვი რომ 3-3-ში ორი ხელი არ უნდა მოგვიგო. არა, ხო. სად მოვიგეთ? ანუ შავების ოგულისხმობ 3-3-ში. კალარო იყო გახსნილი დეტექტივად, ეგ იყო იდეალური თამაში და რატო არ უნდა მოგვიგო? არა, პირველი თამაში იყო ისეთი რომელიც პირველი თამაში იყო ისეთი თამაში რომ კოპალა ბიჭო ჰიტა გაუშვით ეგრევე. ხო და მაგარი ხო და ჰიტა რომ ეგრევე გაუშვით და მან მე დეტექტივებში ჩამოყალიბება არ მიდის ქილები ხდება ის ხდება ეს ხდება. მან ხო არავინ არ ამბობდა ვინ იყო იაკუცა და იყო მე ანუ მე იმიტომ არ ვამბობდი არაფერს რომ ვიჯექ შავი ვარ. ბიჭო ჯითუ შავი მაფიის მე მაწყობს იქ რომ მეტი ქილი ამ სეზონში ყველაზე ძალიან რაც მომწონს რაც კიდეთ ის დაარქვით ჩემი ქულების დაწერა აი იდეალური შენ თავი მოგწონს ყველაზე მეტად აი მე ერთი რაღაც კი გავაკეთებ იდეა ისე მე ხო თამაშის მე რო გავედი პირველი იცი რა ვთქვი ანუ ისეთი თამაში მქონდა ვიში უნდა მომიშალოს მეთქი ეხლა როდის ანუ რო გავედი თქო აქიდან შენ რო გაგიგო ალბათ იზავდი მაგას მე რაზე ამბობ ანუ ის რო ვიყავი რა ქვია მეხუთე თამაშში პატიოსანი რო ვიყავი מחარასისა რა ქვია მარჯვენა ხელი თუ მარცხენა ხელი იმიტომ რომ მარჯვენა არ ხდება რა აი ხარა თამაშია და ხან არასწორად ჩაიწერები ხარ არა ეგ ხო კაცო პროსტა ანუ პროსტა არ იყო מחარა დეტექტივი არ იყო מחარა დეტექტივი გვერდზე ჯდომით მოგიგო რა ბიჭო გვერდზე ჯდომითაც მოიგო და ისიც იყო რომ ალბათ ცოტა უფრო გამოცილი მოთამაშეები რო ყოფილიყვნენ ცოტა სხვანაირად შეიძლება დაალაგებული იყო ეგ ისა რა ქვია აუ აზრი მომივიდა მაგ თამაშზე არა ისე რა ზოგადად მე მიყვარს პოდკასტები რა პოდკასტების მოსმენაც რა და აი მე მაგას გამისწორდებოდა ეხა ჩვეულებრივ სეზონში რო ქონოდა პოდკასტი ოღონდ 4 თამაშის მერე კი არა ყოველი თამაშის მერე და თავისი პროფესიიდან გამომდინარე ხალხი მოვიყვანოთ ხოლმე იდეაში როგორც ვაკეთებდით ოღონდ ცოტას ვაკეთებდით ხო რა და აი შენ მაგალითად რო აღარ მოგიყვანოთ ოზი მაფია და მოგიყვანოთ როგორც ოზი მუსიკოსი. ხო. კაი. და რა მაგარი? რა? როგორც მუსიკოსი. ბიჭო, სუსუ თავიდან ინტერვიუები და რაღაცეები რო იყო ხოლმე. ნიჭიერში იყავი თუ X Factor-ი იყო, მაგრამ მაგამდეც ანუ ხო უკრავდი ფესტივალებზე ხო მაგ დაკრული რაღაც. პოდკასტებში ან YouTube-ში ყოფილი ხარ როგორც პოდკასტები არ იყო მაშინ, ანუ მე რო აქტიურად უკრავდი. ხარ როგორც მუსიკოსი? მე როგორც მუსიკოსი არა. ჩვენ მე და ოზი რო პოლონეთში ვიყავით, ოზი მითხრა რომ ეხა მე წაგიყვან ისეთ ადგილას, სადაც მე ღმერთი ვიქნებოდა და მეთქი ამაში ხო რა ვიყავ. და წავედით და ბარში და ბარიდან ბარში. ამან იმღერა ისე რომ ბიჭო, აი ეგ კულტურა ისე სხვათა შორის ბარების კულტურაზე ჩვენთან არის ცოტა ცუდად რა საქმე. მომიყევი ეგ მაინტერესებს ძალიან დიდი ხანი. ნახე ერთ საათზე ზუსტად. აი უცებ ყვიდან. ბარების კულტურაში გვაქვს ჩვენ ძალიან ცუდად მომენტი, იმიტომ რომ ბარები და კლუბები ძალიან ბევრს ერევა. არქმევენ ბარს და მერე არის კლუბი. და ხალხს გონია რომ ყველა ბარი უნდა იყოს კლუბი და ამიხსენი მე როგორც გავუშვით ბარი არის სოციალური სივრცე. ანუ ბარი არის სივრცე, სადაც მიდიხარ მეგობრებთან ერთად, სადაც იცნობ ახალ ხალხს, რაღაცა ერთნაირი აზროვნების და ერთნაირი გემოვნების მქონე ტიპები იკრიბებით და იქ არის უფრო სოციალიზაციის მომენტი რა. ანუ ერთმანეთს იცნობთ, კომუნაყალიბდება რა. ანუ ძალიან ხმაური არ არის ბარში. ძალიან ხმაური არ არის ბარში. და მე მიდიხარ კლუბში? ანუ კლუბი არის სხვა თემა. კლუბი არის თემა, სადაც მიდიხარ იმისათვის, რომ ანუ აი დალიო იხტუნაო, გაერთო, დახარჯო ენერგია. ის რომ ერთი ბარიდან მე მეორეში გადადიხარ და რაღაცეები მოსულა. ეგ კი ჩაოლებრივი ამბავია. და რატო გადადიან ადამიანები სხვადასხვა ბარში? ნახე, მან და სკროლვასავით. ანუ ეგ არის ბარჰოპინგის კულტურა არის რა, ეგ. ანუ სხვადასხვა ბარში ყველა ბარს აქვს თავისი დამახასიათებელი რაღაც თვისება, დამახასიათებელი სივრცე. ერთგან რომ მიხოლ იქ უნდა დაამთავრო. ეგ ცალკე რაღაცა. ეგ სამი შვილი თუ ყავს გიო. არა. ნახე, მე მაგალითად
ხასიათსაც გააჩნია ხოლმე რა. შეიძლება ერთ ბარში ვიყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მისწორდებოდეს, მაგრამ უცებ მომინდეს რომ ის სივრცე ოდნავ შევიცვალო, იმიტომ რომ აქ საერთოდ სხვა ხასიათი არის. წინ ბარში საერთოდ სხვა ხასიათი არის რა. მე მაგალითად ვარ აქ თქვენ სადაც არის უფრო კოქტეილების ბარი, რომელზეც არის აქცენტი გაკეთებული, ანუ სადაც კოქტეილებზე არის აქცენტი გაკეთებული და ცოტა სოციალიზაციაზე. მეორე ბარში არის ცოტა უფრო ხმაურიანი მუსიკა და იმ მუსიკის გამო გადავიდე. მესამე ბარი შეიძლება იყოს ისეთი ადგილი, სადაც საჭმელზე არის ორიენტირებული და მან გადახვიდე და ეგეთი მომენტი არის. ყველას აქვს თავისი. აქ რატო არ გვაქვს კაი კულტურა? აქ იმიტომ არ გვაქვს კაი კულტურა, რომ ძირითადად ბარებში, ანუ როგორ თქვა, ბარები გადადიან იმდენად კომერციულ მუსიკაზე და იმდენად იმაზე, რომ აი უბრალოდ ხალხი ხტუნაობდეს, რომ კლუბად არის ქცეული რა, ბარში. ანუ კლუბში უფრო მეტი მაყუთი კეთდება ამას გაგინდა? კი, იმიტომ რომ კლუბში ხალხი არ ზის. კლუბში ხალხი ფეხზე დგას და ცეკვავს და ერთობა. ბარი არის ადგილი, სადაც შედიხარ, დაჯდები და სოციალიზაციას ახდენ შენს მეგობრებთან და საერთოდ უცნობ ტიპებთან ერთად. შეიძლება ბარში, ანუ ადრე იყო ეგეთი ბარი კანონდოსი, ანუ ეხლაც არის, მაგრამ ანუ კანონდოსის მუღამი იყო ის, რომ მივდიოდით ხოლმე რა, მანდ ანუ ყველა ვინც ვიყავით, მანდ ან ერთი ან ორი კაცი ვიყავით მისული. დღის ბოლოს მოვდიოდით 1-10 მეგობრით და ამათთან ერთად მეორე ნახვიდან, ანუ მაგიდან ძალიან დიდი სანაცნობო წრე და ძალიან მაგარი კულტურა გაიჩიტა რა. ანუ დღევანდელი ეხლა რა თქვა, ძალიან ბევრი მუსიკოსი, რომელიც ეხლა ცნობილი არის კანონდოსში, აი ვერთობოდით უბრალოდ რაღაცა იდიოტურად. შენთვის ყველაზე კაი ბარი სად ყოფილიყარ რა? ყველაზე კაი ბარი, ანუ აი საქართველოშიც და საქართველოში მოდი ესე ვიტყვი. სად გისწორდება ყველაზე კაი არა? დღესდღეობით? დღესდღეობით ჩემთან არის ისეთი სიტუაცია, როგორც მე მინდოდა რომ ყოფილიყო და ცოტა კიდევ უფრო და უფრო ანუ საბოლოო ახალიათ. ხო, საბოლოო იმ სახემდე არ მისულა როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ სად მირჩევდი მე რომ წავიდე? ბიჭო, აი ეგეთი ბარი არის, მე რომელიც მისწორდება, ანუ ყველანაირ ვიზუალურადაც, ატმოსფეროთიც და ასე შემდეგ, კაოს ბარი ქვია. ძალიან მაგრად მომწონს. ძალიან მაგრად მისწორდება Wallens Speakeasy, ეგეთი ის არის, ანუ ქვევით ჩასასვლელი არის, ანუ ქვემოთ ჩასასვლელი რაღაცა. ნახე, Speakeasy-ის კულტურა არის როგორი? Speakeasy არის დამალულ ადგილას, სადაც ყველა მარიცის ბარია. შენ როგორ ინტერიერს უმიზნებ? ვაფშე რა ვაიბს უმიზნებ? ანუ ეხლა ნახე, რადგანაც მიწის ქვეშა ბარი მაქვს, რა გინდა არ გინდა? მიწის ქვეშაა შენი ბა. აღარ ჩამოვალ არასდროს. ანუ არ ყოფილი ხარ? არა. ანუ ყოფილა ჯერ. ანუ მიწის ქვეშა ბარი. მე ვიყავ ერთი სამჯერ. რადგანაც ინტერიერი არის ისეთი, როგორიც ანუ გინდა არ გინდა. რატო ვიპატიჟებ? ვიპატიჟები, მაგრამ მოდი. არა, ეს ხების ბარებში მეპატიჟებოდა და მაწოწიალებდა და თავისაში ერთხელაც არ დაუპატიჟები ვარ. არ შემოგცხო იგი ჯუჯი ეხლა, არ გამოგიქ. არა. პატიჟებს არ ვასწორებს ამას. ხო და რადგანაც ჩემთან არის ისეთი სივრცე, რომ ანუ აგურის კედლები არის, ძველი აგურის კედლები, არკები და ასე შემდეგ. რა, ანუ მან ცოტა რთული არის რაღაცა ისეთი გააკეთო, რომ ძალიან განსხვავებული იყოს. ამიტომ ერთ-ერთი რაც შემიძლია მან გავაკეთო არის ის, რომ რაღაც განათებებით და ანუ ფერებით შემოვიტანო და ცოტა უფრო ატმოსფერო იყოს მყუდრო და სცენაზე გავაკეთე ცოტა მარტივი კლასიკური კიდე კითხვა რა, ეხა შენ ლაპარაკობ ბიზნეს პოინტიდან რა ისწავლე ბარის მეპატრონეობით? ის რომ ბარის გახსნა არის თავის ტკივილი. ანუ იმ მხრივ გულისხმობ, რომ კომპანიები რომელთანაც აქამდე მქონდა ნამუშევარი მარკეტინგის მხრიდან რა, სეილების მხარე საერთოდ სხვა არის. ბევრად უფრო რთული არის. სანამ ამ ყველაფერს დაალაგებ, სანამ პროცესებს დაალაგებ, მე ამ პროცესების დროს თუნდაც ერთი ტიპი რო შეგეცვალოს რა, თავიდან რო გიწევს ვიღაც ტიპის ძალიან რთული რაღაცა არის რა. და ფულის შოვნა თუ მინდა უნდა გავხსნა თუ არა ბარი საქართველოში. ფულის შოვნა თუ გინდა, ალბათ თუ გამოცდილება არ გაქვს რაღაც მხრივ მაინც ბარის სფეროში, ანუ ზოგადად რა F&B სფეროში ჯობია არ გახსნა, იმიტომ რომ დაიკარგები რა. ანუ მართლა ძალიან რთული რაღაცა არის და მაგის ნათელი მაგალითი არის ყოველდღიურად, რომ ანუ თუნდაც ბარები რომლებიც წლები არსებობენ, იხურებიან იმის გამო, რომ ანუ რაღაც მომენტში კლიენტმა რა მომხმარებელმა უпростоრად დაკარგა ინტერესი იმ ლოკაციაზე რა. და ჩაულებრივი ამბავი არის რა, ეგ იმიტომ რომ რაღაცა სიახლე არ შესთავაზე, რაღაცა განახლება არ გააკეთე იქ ყოველთვის. მუდმივი კრეატული წვა. კი, გჭირდება რომ რაღაცნაირად სიახლეები შემოიტანო, თორე ხო, იწვება მომხმარებელს, ანუ ის რაც ადრე უსწორდებოდა 2 წელიწადში იმ ტიპს აღარ გაუსწორდება რა. სულ ყოველთვის ახალს თუ შესთავაზებ რა, ანუ იქნება ანუ ყოველთვის შენთან დარჩება რა, მაგას ვამბობდი რომ მაგიტო არის ერთი ბარიდან მეორე ბარში გადასვლა ერთ ღამეში შეიძლება მოგინდეს 3-ჯერ. იმიტომ რომ რამდენჯერ იყავი? ეხლა 10 ბარი შემოვიარე, მაგრამ ეგ მაგის გამო ანუ რამდენ ბარზე ხარ გადამხტარი? რეკორდი იდეაში 11 იყო? ყოჩა. მაგრამ მაგ 11-ში 11 განსხვავებული სასმელი არ დამილევია. აქ ყველგან სხვადასხვა სასმელი დავლია და იქ იყო ძალიან დიდი შეცდომა. აი აბსოლუტურად ყველაზე დიდი შეცდომა.
ბიჭო, არა, ანუ ჩელენჯი მოიფიქრეთ ეგეთი, რომ ანუ 10 ბარში 10 სხვადასხვა რაღაც ხდება. ჩელენჯები ისეთი ვაი ვერ ანუ მიყვარს, რა ვქნა, ეგეთი ტიპი ვარ, ანუ გამოწვევა თუ არ არის ისეთი, რომელიც რაღაცა განსხვავებულს და რაღაც შეუსრულებელი ჩელენჯები. რავი, ეგრე არის, ხომ იცნობ ახლა რა. მიყვარს ჩვენს გაბირთო. მაყურებელს, რომელიც უკვე ორი კაცი გადარჩა, მე და დედა ჩემი, გვისურვე კარგი ახალი წელი. მრავალ ახალ წელს ხო არა. ხო, ახალი წელი ერთად უსურვოთ ხო. დილა ჯავტა. ხელჩაკიდებული ეს. მოდი გიორგი, მოდი. მოდი გიორგი. ბიჭო. მოდი აქ, მოდი. ოღონდ იცი როგორ უნდა მიულოცო? შენ დაიწყე, მე ვიტყვი შემდეგ სიტყვას მერიანანო და ესე დავაი. აბა ზილინა, მიდი. დავაი. მე მინდოდა რომ ახალ წელს იუთუბერების სეკრეტ სანტა გვეთამაშა, მაგრამ ბოლოს გრინჩი გავხდი. მე და ოზი უფრო კარგ ნოტაზე დაგემშვიდობებით, გილოცავთ და გისურვებთ თქვენს გულებში ყოველთვის იმედის ნაპერწკალი ყოფილიყოს და ბედნიერად შეხვედროდით ახალ წელსაც, შემდეგ წელსაც და სულ. ეს როდის იდება? ახალ წლამდე მოდი. შენ ოჯახს მოწყდია ახალ წელს ეს დადე. და რაც ქორომ და מחარამ თქვენს, მაგის აბსოლუტური საპირისპირო ყოფილიყოს და ეს. აკოცან ჯითუს. ორსულად. აბა ჩვენ და პატარა ჯითუ გილოცავთ და დიდი არ ვიცი. ბედნიერ შობა ახალ წელს ხო? Yay!